გამარჯობათ მეგობრებო, მე სანდრო ვარ, თქვენ ჩემ YouTube არხზე ხართ. ბოდის გიხდით პაუზის გამო, რაღაცა პერიოდი ამინდები კარგი იყო და მუშაობდი სახელოსნოში და უბრალოდ ვერ ვიცლიდი იმისთვის, რომ ჩამეწერა ახალი ვიდეო. ამინდები გაფუჭდა, ეხლა მოგესალმებით ცოტა რაღაც ზამთარებით დაბრუნდა. საშინელი ამინდებია და დროც მაქვს ვიდეოს ჩასაწერად. დღევანდელი ვიდეოს სტუმარი არის აი ეს. ყველასათვის ნაცნობი, საყვარელი სტუმარი ყავს დღეს. ეს არის მოტო საბურავი. და ამ მოტო საბურავის მაგალითზე მოგიყვებით და გაჩვენებთ იმას, რაც მე ვიცი, რაც არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ინტერნეტში, ჩემს მიერ გაფილტრული, ზედმეტი დრო რო არ კარგოთ და არ იკითხოთ სისულელეები, 99% რაც ინტერნეტში წერია, აბსოლუტურად სისულელეა. ასე რომ დავიწყეთ. პირველ რიგში მოდით ვისაუბროთ იმაზე, საერთოდ რა გვინდა საბურავი, რამდენად მნიშვნელოვანია, ხო? ვისაც რამე კავშირი გაქვთ ავტო ან მოტო სპორტთან გეცოდინებათ, რომ საბურავი ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა. აჩქარება მუხრუჭის და მოხვევა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, თუ რა მოტო არის, რა ძრავი გვაქვს და რა მაგარი სპეციალისტი ვართ ჩვენ თვითონ მოტოსტარების, არაფერი არ გვაქვს თუ საბურავი არ არის კარგი. ყველაფერს ამას უზრუნველყოფს საბურავი. ყოველდღიურ სიარულში საბურავი გვიზოგავს დროს, ენერგიას და ფულს და ჯანმრთელობას. მე დარწმუნებული ვარ იმ შემთხვევების ალბათ 80%, რაცაც მე მაქვს შეხება სახელოსნოში და ასევე მე ვაკეთებ დაზიანებას, მოტოს შეფასებას, დაზიანების შეფასებას სადაზღვევო კომპანიებისთვის და როცა ვსწავლობთ кейსს, როგორც წესი შეიძლება ყოველთვის თავის არიდება ამ შეჯახების. და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფაქტორი არის საბურავი და საბურავიდან გამომდინარე სიტყვაზე მოკლე გრძელი საამუხრუჭე მანძილი, ცუდი გზის საფარი, რომელსაც ვერ გაუმკლავდა საბურავი ან სხვა ატმოსფერული მაგალითად მოვლენები, როგორიცაა მოყინული, სველი და ასე შემდეგ. მოდით დავიწყოთ პირველ რიგში როგორც ყოველთვის კლასიფიკაციით, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. დღეს ვისაუბრებთ ესეთ საბურავების ჯგუფზე, რომელიც შეიძლება პირობითად სტრიტი დავარქვათ, ანუ საგზაო საბურავები ყოველდღიური გამოყენების. თითქმის არ შევეხებით სპორტულ საბურავებს, ისეთ სპორტულ საბურავებსაც, რომელსაც ქუჩაში ჩორბულ გზაზე ვიყენებთ, სულ ორი სიტყვით ვილაპარაკებთ მაგაზე და ოფროუდის საბურავებს, რომელიც კონკრეტულად სპორტისთვის არის მარტო განკუთვნილი და მათი გამოყენება გზაზე არ შეიძლება. და საბურავს როგორც წესი აწერია, რომ ოფროუდი ზედვე ეს არის სპორტისთვის მარტო და მეგეთ საბურავები უკვე სპეციალისტებმა და სპორტსმენებმა უნდა ისარგებლონ. ჩვენ თვითონ დააყოფა ამ საბურავების და დასახელება, ხო, ანუ რისთვის არის ეს on-road, off-road, touring, cruising და ასე შემდეგ, ძალიან ბუნდოვანია, იმიტომ რომ უკვე მარკეტინგი აქვს. მარკეტინგი კიდე ნიშნავს იმას, რომ ყველა კომპანია რაღაც თავის მარკეტინგულ სვლებს იყენებს, რომ რაღაცა საბურავი გაყიდონ. და ძალიან არეულია ეს ყველაფერი. მე ინფორმაცია ძირითადად დამოვკრიფე ოფიციალური საიტებიდან, ძირითადად მარტო ოფიციალური საიტებიდან და რაღაცნაირად შევაჯამე, რომ ისეთი ტერმინოლოგიით ვისაუბროთ, რომ როცა მაღაზიაში მივალთ საბურავის საყიდლად, იქ სპეციალისტს რო დავლაპარაკებთ, მიხვდეს რასთან რა გვინდა. ძირითადად ესე იგი საბურავები, როგორც თვითონ წარმოებლები იძახიან, იყოფა 5 ძირითად ტიპად, ეს არის სპორტი, ტურინგი, კრუზინგი და დუალ სპორტი. სპორტი, კრუზინგი, ტურინგი, დუალ სპორტი და ოფროუდი. Competition, ანუ შეჯიბრებებისთვის.
ჩვენ გავჩერდებით პირველი 4 საიტებზე, წარმოებრივ საიტზე უკვე კლასიფიცირებულია როგორც სტრიტი. 4-ვეს ქვია street tire. ამიტომ მან სტრიტი ძალიან ისეთი სიტყვა, ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს და ფაქტობრივად არ გამოგვადგება, რადგან ძალიან ყველა საბურავი, რომელიც არ არის შეჯიბრებისთვის გამოშვებული, იგულისხმება, რომ სტრიტია. ჩვენ ავიღოთ 3 ყველაზე გავრცელებული საბურავის ტიპი. მაგაზე ვილაპარაკებთ, შემდეგ თვითონ მარკირებაზე საბურავის, როგორ ამოვიცნოთ და ბოლოს იქნება შეკითხვებზე პასუხი, ანუ ყველაზე ხშირად ჩემს სახელოსნოში მოხმარებლებს რა შეკითხვები უჩნდებათ საბურავთან დაკავშირებით. ესე იგი, პირველი ეს სპორტი საბურავი, ეს არის ესე ვთქვათ სპორტ ბაიკებისთვის განკუთვნილი აბსოლუტურად როგორ გითხრათ, სხვა დანიშნულება აქვს, ანუ სტრიტში მე საერთოდ სპორტის საბურავს არ გავიყვანდი. და მაგაში ძალიან ცოტა გამოცდილება მაქვს მე და ამიტომ ჩვენ სპორტის საბურავს მარტო შევეხებით შედარებით სხვა საბურავებთან. ავიღოთ პირველი მაგალითი, მაგალითად ტურინგ საბურავი, რომლის პროტექტორიც ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ერთ-ერთი მაგალითია, რომ ვიცოდეთ ოფიციალურ საიტიდან, სადაც აი ტურინგ საბურავი ქვია ამას და თვითონ წარმოებლები, როცა ადარებენ ამ საბურავს სიტყვაზე პირველი კატეგორია რა ავიღოთ სპორტი, რითი განსხვავდება ტურინგ საბურავის პროტექტორი გათვლილი არის წვიმაზე პირველ რიგში, პროტექტორის დანიშნულება არის, რომ არ მოხდეს ჰიდროპლანირება. ჰიდროპლანირება არის ესეთი ფენომენი, როცა მოტოციკლეტი ან ავტომობილი მოძრაობს გზაზე, სულ გზაზე. შეიძლება იმდენად სველი იყოს, რომ ამ პროტექტორმა, რომელსაც სპეციალური მიმართულება აქვს, რომ წყალი გამოდევნოს კონტაქტის წერტილიდან, სადაც კონტაქტი ხდება საბურავსა და ზედაპირს შორის, ვერ ახერხებს გამოდევნას და საბურავის წინ იქნება ტალღა და მე როგორც აი სერფინგის დაფა ამ ტალღაზე ადის საბურავი და მოჭიდება 0-ს უდრის ამის მერე რომ მოტო არ წაიქცეს არ არსებობს, უბრალოდ არ ხდება ეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ საერთოდ არანაირი მოჭიდება აღარ არის და აუცილებლად ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი. აკვაპლანირება შეიძლება მოხდეს საუკეთესო გზაზეც და განსაკუთრებით როცა დიდი სიჩქარით გუბეში გავევლით, ვერ მოერევა პროტექტორი, თუ ასევე პროტექტორი ახალი არ არის, დამჯდარი არის, მისი მოცულობა შიგნით შემცირდება სერიოზულად, წყლის გამტარიანობაც სერიოზულად შემცირდება და მოხდება აკვაპლანირება. ამიტომ ტურინგი პირველ რიგში ებრძვის ამ ეფექტს. ასევე სპორტისგან განსხვავებით ტურინგ საბურავის პროტექტორი არის უფრო განკუთვნილი სწორ გზაზე, სწორედ სიარული, ანუ ჰაივეებზე სასიარულოდ, როცა მოხვევის კუთხე არ არის დიდი. რა თქმა უნდა, ის უხვევს ძალიან კარგად, მაგრამ მაინც უფრო კომპრომისი არის და კომპრომისი არის იმისკენ, რომ მოტომ იაროს სწორედ. ტურინგ მოტოციკლზე როცა ვლაპარაკოთ, მე ვგულისხმობ აი ესეთ მოტოს, ასე ვთქვათ. ეს როგორც წესი BMW-ია, დიდი GS-ები, ლიტრიანი და უფრო ზევით Honda Africa Twin-ი და ასე შემდეგ. საბურავის ხარდად ითვლება, ანუ თვითონ რეზინის შემადგენლობა, იმიტომ რომ ტურინგი აუცილებლად გულისხმობს დიდ მანძილზე სიარულს, ხო, სპორტისგან განსხვავებით. შემადგენლობა ხარდი არის, თვითონ კორდი, ანუ კარკასი შიგნით ძაფის არის, ოდნავ უფრო მძიმეა ვიდრე სპორტი. მაინც ტურინგის დროს შეიძლება ბორდურზე ასვლა დაგჭირდეს და სხვადასხვა გზის პირობები შეგვხვდეს და ეს საბურავი არავითარ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ოფროუდისთვის განკუთვნილი არ იმუშავებს. ხრეშიან გზაზეც ოდნავ ხრეშიან გზაზეც კი არ მუშაობს ეს საბურავი და ისაც გვივლია ვიცით, რომ ყველაზე ცუდი შეგრძნება არის, როცა მოსახვევში ხდება ოდნავ მოხრეშილი, ხო, მაშინ კარგავს მოჭიდებას საბურავი ამ ხრეშზე გაცურდება, სანამ არ დაიჭერს ისეთ ადგილ საფარს, სადაც უკვე მოეჭიდება და გავაგრძელებთ სიარულს. ესე იგი
ტურინგი სპორტისგან განსხვავებით დიდ მანძილებზე სასიარულოდ და შემდეგი საბურავი იქნება კრუზინგის საბურავი, ეს არის კრუზერებზე. კრუზერიც როცა გულისხმობ, მე აი ესეთ მოტოს გულისხმობ, ეს ფაქტიურად ყველა ხარლიერი, ბევრი ინდიანი და სხვა იაპონური ფილმის კრუზერები. ახლა განსხვავება კრუზერს და ტურინგს, რომ ის კიდევ უფრო მძიმეა საბურავი, უფრო ძლიერი კარკასი აქვს და გათვლილი არის მაღალ წონაზე, ანუ უფრო დიდი წონის მოტოების გადასადგილებლად და ისევ უფრო მეტად გათვლილი აქვს სწორგზაზე სასიარულოდ ვიდრე ტურინგ საბურავი. მოხვევა უჭირს და პატარა დიდ რადიუსიან მოხვეებზე არის გათვლილი. შემადგენლობა რეზინის ხარდია აქაც და რა თქმა უნდა აქცენტი არის გაკეთებული სწორგზაზე მაღალი ტემპერატურით, მაღალ სიცხეში სერიოზულად დატვირთული მოტოთი სასიარულოდ. ორივე საბურავი შეიძლება იყოს კამერიანი და უკამერო, ორივე ერთნაირ ჩვეულებრივ სტრიტ კამერას იყენებს, არასპორტულს. მესამე კატეგორია dual სპორტია. ეს უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ dual სპორტში გულისხმება, რომ ეს არის კომპრომისი ორი დანიშნულების საბურავია დასახელებიდან როგორც ხვდებით. ანუ on-road და off-road-ისთვის. აქ off-road-ი ცოტა ისეთი off-road-ია, ეს შეჯიბრების off-road-ი არ არის. ანუ ეს გულისხმება გზების საერთო მოხმარების, რომელზეც ასფალტი არ არის. აი ესეთი off-road-ი. კლდეებზე და მზე სასიარულოდ ყინულზე ეს არ არის, რა თქმა უნდა, ეს საბურავი. და ყოველთვის შეფარდება არის ეს საბურავი ნებისმიერ მოტოზე შეიძლება დადგეს აბსოლუტურად რაზეც გაგეხარდებათ, ალბათ კრუზერზე სტუმიან დააყენეთ. ანუ პრობლემა არ არის, შეზღუდვა არ აქვს ამ საბურავს, რომ რაღაც აი ამ კლასის მოტოზე დააყენეთ, ანუ ამ სამივე საბურავიდან, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, ყველას შეუძლია ყველგან დააყენოს და ყველა პირობებში გამოიყენოს. ანუ პრობლემა არ არის, არაფერი მაგით არ დაშავდება. და ესე იგი dual სპორტი ყოველთვის წარმოებელი გვენება რამ პროცენტულ თანაფარდობას on-და off-road-ის. შეიძლება იყოს 70 off-road-ი, 30 on-road-ი და ეს ძალიან პირობითი არის. და აი ამ შეფარდებით ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ, ანუ რას უფრო ვაპირებთ, ხო? თუ ორივეზე ერთი რაოდენობა კილომეტრაჟი გვექნება გასავლელი, ავარჩიოთ ეს საბურავი, რომელიც 50-ზე არის. მაგრამ ისიც ეს კომპრომისია რა, ანუ როცა ვიზახით 50 off-road, 50 on-road-ი, არც იქ და არც აქ, ხო ხდებით, ანუ ყოველთვის საშუალოა დაჭერილი და ასფალტზეც არ იქნება ფანტასტიკური მოჭიდება და off-road-ზეც გადასარევი მანდამაინც არ არის. ყველაზე გავრცელებული მაგალითად ვფიქრობ ალბათ კონტინენტალი ეს Trail Attack 2-ია, რომელიც 85% on-road-ია, 15% off-road-ია. ესეთი საბურავით off-road-ზე გადასვლა შეიძლება, საკმაოდ მართვადი იქნება, მაგრამ თუშეთში მე მაგალითად არ ავიდოდი. თუშეთში თუ მივიდივარ თბილისიდან, რაღაც ცოტა სხვა საბურავს ავიღებდი. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კარგ საფარზე მე ნაკლებად მაინტერესებს მივალ ცუდ გზამდე, მაგრამ მე უკვე როცა ძალიან გართულდება, ძალიან ცუდი გზა იქნება, აი მაშინ მჭირდება ზუსტად მე საბურავის მახასიათებლები რო იყოს მაღალ დონეზე. Dunlop-ი მაგალითად, აი ეს უკვე პირიქით არის, ცნობილი Dunlop D606, რომელიც 90% off-road-ია და 10% on-road-ია. აი ამით სიტყვაზე თუშეთში წავიდოდი. ეს 10% იმას ნიშნავს, რომ ძალიან უცებ არ განადგურდება ასფალტზე სიარულის დროს. შემადგენლობა თვითონ საბურავის არის ხარდი, იმიტომ რომ არ უნდა დაიგლიჯოს ქვებზე, რომ არ კონდეს ესეთი დამახასიათებელია სხვათა შორის, როცა სტრიტ საბურავი არის off-road ნასერული, უბრალოდ ქვები გლიჯავს ნაწილებს. და dual სპორტზე შეიძლება კამერის გამოყენება ორივე ტიპის, ანუ
ჩვეულებრივი სტრიტისაც და off-road competition-ი, ანუ შეჯიბრებებისთვის გაკეთებული ეს სპეციალური კამერებია, რომლებიც ძალიან სქელია, მძიმეა და off-road-ისთვის კარგია. ეხლა რაც შეეხება წონას, ანუ ჩვენ დავიწყეთ ყველა მსუბუქიდან და ავედით ყველაზე მძიმე საბურავზე. საბურავის წონა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მანდაც კომპრომისია. მოტოსთვის უკეთესია, რაც უფრო მსუბუქი საბურავი იქნება, მით უკეთესია, იმიტომ რომ ამორტიზატორის ქვეშ წონა, ანუ აი ეს წონა, რომელიც დააგვიზოთ ამორტიზირდეს ხო, დაკიდების სისტემით, ძალიან მნიშვნელოვანია. 1 კილო ზედმეტი წონა ამორტიზატორის ქვევით 20 კილოს უდრის ამორტიზატორის ზევით, ანუ 1 კილოთი უფრო მძიმე საბურავებს დავაყენეთ, ჩათვალეთ, რომ 20 კილო წონა მოტოს ზემოდან დავადებით. ეგ ერთი, მეორე მხრივ მძიმე საბურავები, რა თქმა უნდა, უფრო გამძლეა, ხო, უფრო სერიოზული კარკასი აქვს, უფრო მეტი რეზინა არის, ნაკლებად ცვდება, ხო, ანუ ხშირად კარგი და ცუდი ხარისხის საბურავები შეგვიძლია უბრალოდ წონით განვასხვაოთ. მაგალითად, ესეთი ფენომენია, როცა ქარხნული ახალი მოტოები ქარხნიდან მოდის სალონში, როგორც წესი მაგ საბურავებს ეგრევე ხსნიან. იმიტომ რომ ქარხნიდან მოდის დაბალი ხარისხის საბურავით, მიშლენი არის მაგაში ყველაზე დიდი ჩემპიონი და მექსიკაში წარმოებულ მიშლენებით მოდის მოტო ახალი და რო ავიღოთ ზუსტად იგივე მოდელი, აბსოლუტურად არაფერი არ განსხვავდება მარკირებით, ორი საბურავი, იგივე წელს გამოშვებული, იგივე მახასიათებლით, იგივე ბრენდით ყველაფერი, რო ავწონით, წონაში განსხვავება უზარმაზარია, იმიტომ რომ მაგ საბურავზე რომელიც უფასოდ მოყვება ფაქტიურად მოტოს, ყველა მასალაზე დაზოგილი არის ფული. ხშირად ჩვენთან მეორადი საბურავებში, როცა ამოდის ხოლმე ახალი საბურავი, ეს ზუსტად ის ახალი საბურავი არის, როგორც წესი, რომელიც ადამიანმა იყიდა მოტო, ეგრევე მოხსნა ეს საბურავები და დააყენა სხვა. ასევე გარბენი მაგ საბურავების არის ფენომენალურად დაბალი. ანუ მე შემხვედრია ესეთი შემთხვევები, რომ 2000 კილომეტრში ეს საბურავები უკვე გაცვეთილია. მაგრამ ასე ვთქვათ, უფასო არის და რატო უფასო არ ვიცით ახლა 1500 ხით მოტოში, მოდით და კარგი საბურავი დავაყენეთ, ყველა მაგას არ აკეთებს, ეგრე მიშლენი ყოველთვის მაგას არ აკეთებს, მაგრამ როგორც ჩანს რაღაც ზოგ მოტოებზე ხანდახან ხდება ხოლმე ეს სუბუქი დაბალი ხარისხის საბურავები. გადავიდეთ მარკირებაზე თვითონ ბორბლის. ეკრანზე ხედავთ სურათს, ეს ყველაზე ისეთი შემთხვევა არის, როცა ყველაზე ბევრი ინფორმაცია საბურავზე მითითებული და ყველაფერი ახლა პუნქტების მიხედვით გავიაროთ. ესე იგი, პირველი ეს არის სიგანე საბურავის, ამ შემთხვევაში 200 მმ-ია, ეს არის სიგანე ყველაზე ფართო წერტილში, აი ზუსტად 200 რო არის წარწერა მაგიზებით კანტი რომ მოყვება, აი მანდ იზომება ამის სიგანე საბურავის. საბურავის სიგანე შეიძლება ვარირებდეს, იყოს როგორც წარმოებელი იძახის 4%-ის ფარგლებში, მეტი ან ნაკლები. ეს 4% ხანდახან შეიძლება მეტიც იყოს. ზუსტად აი ეს განსხვავება არის საბურავებში, სხვადასხვა ფირმას, სხვადასხვა ბრენდს, შეიძლება სხვა შეგრძნება ქონდეს საბურავში, არა და ორივე ერთ და იგივე ზომაა, მაგრამ რეალურად არ არის ორივე ერთ და იგივე ზომა. რა თქმა უნდა, ეს ზომა იგულისხმება, როცა საბურავი დაბერილია იმ წნევაზე, რომელიც არის მითითებული. ესე იგი 200 მმ არის, მე შემდეგ მოდის წილადის ნიშანი და მეორე მარკირება 55. ეს არ არის 55 მმ, სამწუხაროდ ეს არის 55% სიმაღლე, ანუ საბურავის სიმაღლე არის 55% ამ 200-ის. რატო არ შეიძლება სიტყვაზე აქ ეწეროს 110 მმ, 200 110-ზე და ყველამ ვიცით რა არის სიგანეს სიმაღლე, მე არ ვიცი, თქვენ თუ ვიცით, დამიწერეთ კომენტარებში. მაგრამ აი ესე გადაწყვეტეს მოტოს და ავტომობილის საბურავები, აი ესე იზომება პროცენტებში. ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ 110 მმ-ია, აქაც ქარხნების მიერ დაშვებული არის ცდომილება 4%. შეკითხვა იმაში ეს 4% ამ 200-დან რო გადმოვიყვანთ თუ 200 შეიძლება კიდე 4% დაემატოს წინა ცდომილებას დასაშვები და მე კიდე 4% აქეთ არ ვიცი.
მაგრამ ის ვიცი რომ ტექდათვალიერებებზე როცა სადაც მოტოს ტექდათვალიერება არსებობს და მე მგონი მანქანებზეც საბურავის ზომას არავინ არ უყურებს, დამთვალიერებელმა იცის რა ზომის საბურავი არის დაშვებული ამ მოტოზე და სპეციალური საზომით თვითონ ზომავს, იმიტომ რომ ძალიან ხშირია, ძალიან ხშირია სხვადასხვა მე შემოხვედრა რომ მარკირება საბურავზე არასწორია და შეიძლება ძალიან მაგრა აცდეს. ეს შეიძლება არ ვიცი სიძველეთია გამოწვეული თუ ისევ იგივე ეს მიშლინის დავალფასიანი საბურავითა დაიბერება იცვლის ზომას მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ ესეთი რაღაცებიც შევხვედრია. შემდეგ არის მარკირება ეს 200-ზე ერი, რომელიც შეიძლება იყოს საბურავის მარკირებაზე, შეიძლება არ იყოს. როგორც წესი არ არის ხოლმე. და ამ შემთხვევაში ზე ნიშნავს სიჩქარის რეიტინგს. თქვენ ხედავთ ეკრანზე ცხრილს, ალფაბეტურად არის, ანუ როცა ყველაზე დაბალია ზე ყველაზე მაღალი. და ნიშნავს ამ შემთხვევაში 0-168 მილი ან მეტიც კი არის დაშვებული ამ საბურავის რეიტინგი. აი ამ სიჩქარის რეიტინგს და მე შემდეგ კიდე ერთი აღნიშვნა არის საბურავზე. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, როცა ყიდულობთ ახალ ჩინურ საბურავებს, იმიტომ რომ ან ცოტა სტანდარტიზაცია სხვანაირია და შეიძლება ისეთი საბურავი იყიოთ, რომელიც ძალიან შეზღუდული არის სიჩქარის წონაზე. შესაბამისად დაბალფასიანი იქნება, მაგრამ სახიფათო. ესე იგი, ზე ჩვენი სიჩქარის რეიტინგი არის ნიშნავს იმას, რომ თვითონ საბურავის კონსტრუქცია არის რადიალური. შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველასათვის ცნობილი 17, რაც ნიშნავს 17 დიუმს, ეს არის ბორბლის დისკის დიამეტრი და ეს საბურავი შეესაბამება 17 დიუმიან ბორბალს. არავითარ შემთხვევაში აქ გადახვევა შეიძლება არ გამოვუბრალოთ, საბურავი არ იქნება არ ჩაეცვება უბრალოდ არასწორი ზომის დისკს. შემდეგ საბურავს შეიძლება ეწეროს, შეიძლება არ ეწეროს ეს MC, რაც ნიშნავს, რომ ეს არის მოტოციკლეტისთვის წარმოებული საბურავი, შეიძლება არ ეწეროს და ისე თვალთოს მიხვდეთ, რომ როცა ეს არის. მოთა შემთხვევაში რა თქმა უნდა წერია. შემდეგ უკვე ეს კიდევ ერთი ვარიანტი კლასიფიკაციის 78W, რაც ფაქტიურად ზე სადაც არის იგივეს ნიშნავს. ამ შემთხვევაში ეს არის ციფრებით აღნიშნული მაქსიმალური წონა, რომელიც შეიძლება მოტომ საბურავმა დაიკავოს. აქ იგულისხმება არა დინამიური წონა, არამედ სტატიკური, როცა მოტო დატვირთულია დგას სტატიკურად ადგილზე, იმიტომ რომ მოძრაობაში ეს იცვლება ეს წონები, დარტყმების შემთხვევაში რა თქმა უნდა უფრო მაღალი ექნება. მაგრამ ამ შემთხვევაში 78 გვაქვს ნაჩვენები, ცხრილზე ხედავთ, ანუ შეგიძლიათ ცხრილი ნახოთ. მეც გეტყვით, რომ 65-ის მერე მე მგონი უკვე ყველა მოტოზე, ყველა თანამედროვე მოტოზე შეიძლება საბურავის გამოყენება, იმიტომ რომ 300 კილო არის საბურავზე, 600 კილო იგულისხმება საბურავი. მოტო დატვირთულ მდგომარეობაში. და W არის უკვე სიჩქარის მაჩვენებელი. Z და W სხვადასხვა კატეგორიებია, მე არ ვიცი რატო არის ეს სხვადასხვა, ალბათ ერთი ევროპულია, შეიძლება მეორე ამერიკული. და ამ ცხრილითაც შეგიძლიათ ნახოთ რა რეიტინგი აქვს სიჩქარის, ანუ მაქსიმალური, რა შეიძლება ამ საბურავის სიარული. თანამედროვე მოტოებზე მე მგონი 200 და მეტი უნდა იყოს წესით. მაგრამ მაინც მოტოს ახლა კიდევ კუბატურას რა თქმა უნდა გააჩნია, ჩვენ თუ 150 კუბიანი მოტო გვაქვს და ვიცით რომ 100 კილომეტრზე უფრო სწრაფად არ წავა. 150 კმ/სთ-ზე გათვლილი ბორბალიც აბსოლუტურად გვაწყობს, იმიტომ რომ ეს უსაფრთხოებას ეხება და ამ შემთხვევაში ძალიან დიდ ცდომილების უფლებას იტოვებს ან წარმოებელი, ანუ საიძახის დროს გათვლილი 150 კმ/სთ-ზე, იმის რომ ბევრად უფრო მაღალ სიჩქარეზე გათვლილი, მაგრამ აი 150-ზე 100%-იანი გარანტია, 1000%-იანი გარანტია გვაქვს, არაფერი არ მოუვა. შემდეგ 8S DOT ამ შემთხვევაში ამერიკული ამერიკისთვის ამერიკული სტანდარტებით დამზადებული საბურავი, რომელიც შეესაბამება ამერიკულ სტანდარტს, DOT ნიშნავს Department of Transportation, ბევრ რაღაცაზე ნახავთ ხოლმე მაგას. დაწერილს, ანუ რომ ამერიკაში შეიძლება ამით ტექდათვალიერების
გავლა. შემდეგ 9 ეს უკვე უფრო საინტერესო პუნქტი არის საბურავის მიმართულება, ყველა საბურავს ყველას არა, მაგრამ საბურავს შევა ქონდეს მიმართულება, უმეტესობას აქვს. ძველ საბურავებს ადრე არ ქონდა მიმართულება, როგორც გინდა ისე დააყენე, სადაც წინ უკან. და ამ მიმართულების ისართან, როგორც წესი, წერია ხოლმე არის ეს საბურავი წინა ან უკანა. განსხვავება წინა და უკანა საბურავებში ძალიან დიდია, იმიტომ რომ ერთი საბურავი არის წამყვანი და მეორე არის დამყოლი. ანუ წამყვანი საბურავზე მომენტი თვითონ გადაეცემა ცენტრიდან საბურავისკენ, უკანა საბურავზე და წინაზე პირიქით, გარე დიამეტრიდან ცენტრისკენ, ამიტომ თვითონ კონსტრუქცია საბურავის ძალიან განსხვავდება. თუ რა თქმა უნდა აწერია რომ წინა და თუ უკანა არის უნივერსალური საბურავები სკუტერებზე, როგორც წესი, არ აქვს მნიშვნელობა, სად დავაყენეთ. ხანდახან მოტოებზეც ეგრე არის. შეიძლება ის არის იყოს ნაჩვენები, რომელიც ორივე მხარეს აჩვენებს და ერთზე ეწეროს წინა front, მეორეს rear. ანუ თუ წინ ვაყენებთ ამ მიმართულებით ტრიალებს, თუ უკან ვაყენებთ ამ მიმართულებით ტრიალებს, ესეთიც მინახია და ძველი ხა ადრე მოტოებზე როცა საბურავები ესე ასარჩევად არ იყო, პრინციპში არც ახლა არის. ესე ვიცოდით რომ თუ უკანა საბურავს რომელსაც აწერია რომ არის წინ ვაყენებთ, მაშინ უსვით მიმართულებას. მოტოს დათვალიერებისას შეგვიძლია მივხვდეთ ნამდვილად სწორედ არის საბურავი დააყენებული თუ არა, წინიდან მოტოს როცა უყურებთ, საბურავის პროტექტორი ნაძვის ხე არის, რომელიც ესე ისრებით ზევით უყურება და უკიდან სანური ნიშანი სადაც აქ მოდის რომ უყურებთ უკანა საბურავს, ეს ნაძვის ხე ამოტრიალებულია. ეს მე-9 პუნქტი, გადავედით მე-10 პუნქტზე. და მე-10 ჩვენ გამოგჩა მე-6-ზე. კარგი, ჯერ მე-10 განვიხილოთ, მერე გადავალთ მე-6-ზე. მე-10 პუნქტი არის დამზადება თარიღი, ყველა საბურავზე არის როგორც წესი ცალმხარესაა მარტო, შეიძლება ორი მხარეს იყოს. და ამ შემთხვევაში 59-16 ნიშნავს, რომ 2016 წლის 59 კვირას იყო გამოშვებული. დავიმახსოვროთ ეგ, იმიტომ დღეს ჩვენ ამაზე კიდევ ვისაუბროთ და მე-6 პუნქტი არის, გვიჩვენებს ეს საბურავი არის გათვლილი კამერაზე თუ არ არის. მარკირება შეიძლება იყოს tubeless, შეიძლება იყოს tube, ანუ კამერისთვის, tubeless კამერის გარეშე, შეიძლება შემოკლებული იყოს TT და TL იყოს, tube tired, TT და tubeless, TL. შეიძლება ორივე ეწეროს, TT, TL, შეიძლება არაფერი არ ეწეროს. როგორც წესი, არაფერი როცა არ ეწერია, ეს კამერიანი საბურავია. როდ საკმაოდ ძველი სტანდარტი არის, ან იაფიანი საბურავი და იგულისხმება, რომ რა თქმა უნდა, კი კამერა უნდა ჩაუდო. მე რამდენადაც ვიცი, კამერიან საბურავში, ჩემი გამოცდილებით, კამერის ჩადება შეიძლება. და უკამერო საბურავის კამერის გარეშე დაბირვა არა. მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა. მოდით ახლა რახან მარკირება უკვე გავიარეთ საბურავის. ხშირად დასმული შეკითხვების სახელოსნოში ყველაზე ხშირად რასაც მეკითხებიან და მაგას უპასუხებ და მე მგონი თქვენს უმეტესობა შეკითხვას პასუხს გავცემ. თუ არა და კომენტარებში აუცილებლად და არ დაგავიწყდეთ ასევე არხის გამოწერა, ლაიქები, ძალიან უჭირდება, ჩვენ პატარა არხი ვართ, ესე ვთქვათ, კამერული არხი ვართ, არ არის გათვლილი ეს დიდ პუბლიკაზე, ასევე არანაირ რეკლამას მე არ ვეწევი. ჩემ არხებზე თუ რაღაცა პროდუქციას გაჩვენებ და გიყვებით ამ პროდუქციაზე, რომ ეს არის პროდუქცია, მე მომეწონა ან არ მომეწონა. პირველი დასმული ყველაზე ხშირად, რა თქმა უნდა, შეკითხვა არის, შეიძლება თუ არა სხვა ზომის საბურავი დავაყენოთ იმ დისკზე, რომელზეც არ უნდა ეყენოს ეს ზომა. სანამ ამაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ სხვა ბორბლების ზომის დაყენება მოტოებზე ყოველთვის შეიძლება. საბურავების წარმოებელს და მოტოს წარმოებელიც მაგას ურჩევს, მაგრამ ამაში იგულისხმება, რომ დისკიც თვითონ უნდა გამოიცვალოს, ხო? ჩვენ შეგვიძლია თუ 19-იანი წინა ბორბალი გვაქვს, 21-იანი დავაყენოთ, შესაბამისი ამ 21-იანი დისკის საბურავი მოვარგოთ და არაფერი მაგით არ დაშავდება. არ იქნება მაგმოტოთი სახიფათო. შეიძლება შეეცვალოს საერთოდ მართვადობა, მაგრამ ეს უკვე იმის პრობლემაა, ვინც ეგ გამოცვალა ეგ ბორბალი.
ეს ოფიციალურად სხვა საბურავის ზომის დაყენება იგულისხმება ეგ. თქვენ თუ დაგუგლავთ, ხო, იცოდეთ, რომ Google ვერ ხვდება ამ შემთხვევაში ზუსტად შეკითხვას და გონია რომ თქვენ იძახით, რომ თლიანად ბორბლის თავის დისკიან გამოსვლა თუ შეიძლება. ცოტა თუ ჩაუხმავდებით და დავაძალეთ Google-ს, მაშინ მიხვდება, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ახლა, რომ ავიღოთ დისკი, რომელიც გათვლილია 255-ზე და დავაყენოთ 220-60 სიტყვაზე, ხო, ბორბალი. და პასუხი არის მაგაზე მოკლე, არა, არ შეიძლება. როგორც არ, ძალიან ლოგიკური პასუხი არის, როგორც შეიძლება სხვა ზომის ტუფლის ტარება, ხო? თუ გინდა ატარე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯობია და უნდა წესით ჩაიცვა ის ზომა, რომელიც ჭირდება. და ერთ წარმოებლის საიტზე ვნახე მარტო, რომ ეწერა, რომ დასაშვებია 10%-ის ცდომილებით, ანუ 200-ის მაგალითად 220-ან 180-ო დავაყენოთ, იძახის, რომ მაგათ საბურავს არაფერი არ მოუვა. ეს ასევე 10% დაახლოებით კი გასაგებია, რომ 4% კიდე ესეවත් საბურავის წარმოებელი იძახის, რომ მე ესაც 4%-ში თამაშობ მეტი ნაკლები, ხო, ბორბლის ზომას და კიდე 10% მაგას ემატება და ცოტა არ არის სხვათა შორის ეგ 200-იან და 220-იან საბურავს შორის ძალიან დიდი განსხვავება არის. მოტოს თვითონ წარმოებლები არავითარ შემთხვევაში არ იძლევიან მაგის რეკომენდაციას, რომ დაყენდეს სხვა ზომის საბურავი და რატომ ახლა მოგიყვებით. საბურავს აქვს თავისი პროფილი. ხო, ანუ ეს მომრგვალებულია, აი ესე ჩვენი სტუმრის მაგალითზე ნახოთ. მანქანის და ეტრიანი მოტოციკლეტისგან განსხვავებით, ხო, ჩვენ უხვევთ იმის ხარჯზე, რომ ბორბალი როცა წვება, რადიუსი იცვლება, მცირდება და საიდკენაც არის, რომ მცირე რადიუსი იქეთ უხვევს ეს, ხო? ანუ ძალიან მარტივი არის ბორბალი რო გავაგოროთ, ხო? აქეთ თუ დაწვება, აქეთ მოუხვევს, ხო? ეს მიზიდულობის ძალასთან არანაირ კავშირში არ არის, ეს არის მასთან კავშირში, რომ ბორბალი გადადის უფრო დაბალ რადიუსზე, ხო? დავაწვინეთ მოტო და დაიწყო ავტომატ მოხვევა და არა დაწვენილმა ესე სწორედ გავლა, ხო? მანქანას ორ ბორბალზე ვაყენებ, მაინც სწორედ მიდის. ამ შემთხვევაში არა, მოტო დავაწვინეთ ჩვენ და მაგით დავიწყეთ უკვე მოხვევა, გადავედით რადიუსზე. აი ეს კუთხე, ხო, არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვითონ მართვაში მოტოსი და მოტოს გეომეტრია არის აწყობილი იმაზე, რომ ეს კუთხე ასე თუ ისე უნდა იყოს რაღაცის ფარგლებში. ჩვენ თუ საბურავს ვაყენებთ უფრო სიტყვაზე უფრო ვიწრო დისკზე, ხო, ეს კუთხე იცვლება რადიკალურად და საბურავის მოხვადობაც იცვლება. ეხლა შემთხვევაში, რაც უფრო ვიწროზე დავაყენებთ, ხო, მომოტო სწორედ ფაქტურად არ გაივლის. იმიტომ რომ აი ეს სიბრტყე, რომელსაც მე გითხარით, ხო, კრუზინგის და ტურინგის საბურავებზე სპეციალურად გაკეთებული, რომ მოტო სწორედ იაროს, ხო, ადვილად დადგეს სწორ გზაზე და სტაბილურად იაროს სწორზე, ეს უკვე გაგვიქრა, ხო, და იმ შემთხვევაში თუ გადავჭიმეთ ჩვენ უფრო განიერ დისკზე, ხო, ისე შეიძლება მოხდეს, რომ მოხვევისას ჩვენ საერთოდ გავცდებით პროტექტორს და გადავართ უკვე ბორდზე, რაც მინახია რომ მომხდარა და ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტში, როცა მოტო მაქსიმალურად დაწვენილია და გავდივართ მოსახვევს, გადავალთ აი ესეთ უპროტექტორო ზედაპირზე და დამთავრდება ეს ყველაფერი ძალიან ცუდად. განსაკუთრებით თუ რაღაცა სითხე გვაქვს კიდე ნახმარი იმისთვის, რომ საბურავი გავაშავოთ, ანუ შევინახოთ, ხო, მილიონი საბურავის მოვლის საშუალება არის, რომელიც ფაქტიურად ყველა ერთ და იგივე რამეა ზეთია და ზეთიან ზედაპირზე გადავალთ. ამიტომ მართვადობა წავა ტრაქში ეგრევე და დანარჩენი უკვე უსაფრთხოებაც, რა თქმა უნდა, მიყვება ზედ. ამიტომ ძალიან არა რეკომენდირებული არის მით უმეტეს ვიწრო საბურავის ფართო დისკზე დაყენება და ასე შემდეგ. ამიტომაც წარმოებელი საბურავის და მოტოს გვეუბნება, რომ ზომის შეცვლა არ შეიძლება მაქსიმუმ 10%-ის ფარგლებში. შემდეგი შეკითხვა, ანუ შეიძლება თუ არა წინ და უკან სხვადასხვა საბურავი გვეყენოს, ხო, სხვადასხვა ფირმის ან ტიპის.
საბურავის წარმოებლები იძახიან, რომ კი შეიძლება აბსოლუტურად ჰენდლინგი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ნორმალური დასაშვებად შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ჩვენზე არის დამოკიდებული, შეიძლება სულ ოფროუდის საბურავი გვეყენოს წინ, dual სპორტი, ხო? და უკან ჩვეულებრივი სტრიტი. არაფერი მაგით არ შეიცვლება, როდ გვეცოდინება, რომ წინ საბურავი შეიძლება ასფალტზე უფრო ნაკლები მოჭიდება ექნება, გზაზე უფრო უკეთესი. ეგ ჩვენზე დამოკიდებული, საბურავებმა არ იციან თვითონ წინა და უკანა სად აყენია, ანუ უკანა საბურავის ჰენდლინგი და მახასიათებლები საერთოდ არ შეიცვლება, წინ რაც არ უნდა დავაყენოთ, ხო, მაგაზე არანაირ გავლენას ეს არ იმოქმედებს და თვითონ წინითაც შეიძლება სხვა წარმოებლის იყოს, სხვა პროტექტორი ქონდეს და რამდენად რადიკალური იქნება განსხვავება, იმდენად რადიკალური იქნება მოტოს ჰენდლინგი. გადავედით კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, ესე იგი საბურავის ვადა, როდის ეწურება. ჩვენ ნახეთ ჩვენ ილუსტრაციაზე მარკირების მეათე პუნქტი, ეს არის გამოშვების წელი, ყველა საბურავს აუცილებლად აწერია ეს. ყველაზე დაბალფასიან ხარისხო ჩინურ საბურავსაც კი აწერია გამოშვების წელი, აუცილებელი არის და ვადა. თვითონ ყველა წარმოებელი რა თქმა უნდა რაღაცა დროის მონაკვეთს იძლევა, მაგრამ ისიც პირველ რიგში გავითვალისწინოთ, რომ ეს დროის მონაკვეთი შეიძლება გაორმაგდეს, გაიზარდოს ორჯერ, შემცირდეს ორჯერ, იმაზე დამოკიდებულია თუ რა პირობებში ინახებოდა საბურავი. თუ საბურავი ინახებოდა თავის შეფუთვაში, კონტროლირება ტემპერატურაში და ტენიანობაში, ანუ შენობაში გათბობიან საწყობში, მისი ვადა შეიძლება გაორმაგდეს. ამიტომ როცა წარმოებელი ჩვენ რაღაცა რამდენიმე წელს გვაძლევს, ყოველთვის გულისხმობთ, რომ ეს არის მინიმალური უსაფრთხო ვადა. ანუ როგორც არ უნდა იყოს საბურავი შენახული, სადაც არ უნდა ყოფილიყო, აი ეს დრო იქნება ნორმალურ გამოყენებად მდგომარეობაში. მეგონი რევზილას აქვს გაკეთებული მიმოხილვა, როცა ტრეკზე სპორტ ბაიკი გამოდის, საბურავით თანამედროვე ახალი საბურავით, წელს გამოშვებული და მე იგივე ფირმის, იგივე პროტექტორიანი საბურავი 10 წლის წინ გამოშვებული და თვითონ რაიდერი ზუსტად იგივე დროში დადის და ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავს, მაგრამ მაგ შემთხვევაში 10 წელი ეს საბურავი გარეთ არიდო წვიმაში და სიცხეში და ყინვაში. ოთახში ინახებოდა, საწყობში შეფუთული იყო, ის გახსნეს, დააყენეს და 10 წლის მერე ვერანაირი განსხვავება ვერ ნახავ. ეხლა რას გვეუბნება თვითონ წარმოებელი? დანლოპი გვეუბნება, რომ გამოშვების დღიდან 6 წელი საბურავი იქნება აუცილებლად კარგ მდგომარეობაში. თუ კონტროლირებად პირობებში იყო, მაგაზე უფრო მეტიც. მიშლენიც 6 წელია, ბრიჯსტოუნი ეს უფრო საინტერესო ვადას გვაძლევს, ესე იგი ბრიჯსტოუნი იძახის ან გაყიდვიდან 4 წელი, ანუ არ შეხედოთ საერთოდ მარკირებას, რომ რა წელი აწერია Z, იმიტომ რომ ეს საბურავი თუ ოფიციალურ დილერთან იყიდეთ კვალიფიციურ დაწესებულებაში, 4 წელი იქნება გაყიდვიდან, რომ მაინდა შეიძლება 10 წელი იდო თაროზე, ხო? და კარგად ინახებოდა კარგ პირობებში და გაყიდვიდან დავიწყოთ ახლა 4 წელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააგებაში, რომ რამდენად მერყეობს ეს შენახვის ვადა, ხო, საბურავის. ვიყიდეთ, შეიძლება არ დავაყენეთ, ხო, დავაყენებ 2-3 წლის მერე და მერე 1 წელი დაგვრჩება, რომ ვიაროთ უსაფრთხოდ. რა თქმა უნდა 4 წელი გავა და ეს საბურავი არაფერი ხდება, არაფერი არ მოვა, მაგრამ 4 წელი შეგვიძლია ყიდვის მომენტი და ვიყო წყნარად. თუ ოფიციალურ ბრიჯსტოუნის მაღაზიაში ვიყიდეთ. თუ არ ვიყიდეთ ოფიციალურ მაღაზიაში, როგორც წერეთ საიტზე, მაშინ 4 წელი გამოშვების წლიდან, ანუ ისევ და ისევ უსაფრთხოებაზე საუბარი და ძალიან ისეთ ახლო იჭერენ, რომ არ უნდათ რომ რაღაცა პრობლემებში აღმოჩნდეთ. ხო, სიტყვაზე ჩვენ ვიყიდეთ საბურავი და რაღაცა დაირღვა მაგის სტრუქტურა, დაიშალა, ან დაბზარული არის. ამიტომ იზღავს ყოველთვის თავს და მინიმალურ ვადებს გვაძლევს ამ შემთხვევაში ბრიჯსტოუნი, ხო? მეცლერიც გვაძლევს 4 წლიან
4 წლიან ვადას საბურავის ექსპლუატაციის. შემდეგი შეკითხვა, ანუ კამერა, თუ კამერային საბურავი, ანუ სპიცებიანი ბორბალი არის და შიგნით კამერა დროს რამდენად ხშირად უნდა გამოიცვალოს. მე ინტერნეტში ოფიციალურად ნახე Dunlop-ის საიტზე მარტო Dunlop-ის საიტზე? არა, ბოდიში ვიტყვევი, Michelin-ის საიტზე, რომ Michelin-ი რეკომენდაციას იძლევა 6 თვეში ერთხელ გამოცვალოთ კამერა. ის აბსოლუტური აბსურდი არის, რას ქვია 6 თვეში ერთხელ. ეს მეცნობს, რომ კამერა უნდა ვატაროთ თან სულ, ხო და მაგვიძა რა ქონდეს დაყენებები, 6 თვე გავიდა სადმე უნდა გაჩერდეთ და გამოცვალოთ კამერა. ეგ საერთოდ უსაფრთხო არ არის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არ არის არ ვარ გარანტია არ გვაქვს რომ მათგილას სადაც ახლა ვარ და 6 თვე გავიდა ისეთ სახელოსნო რომელიც ამას წესრიგად ნორმალურად გამოცვლოს და პირიქით რისკებს უფრო ვზდით, იმიტომ რომ კამერა ამ შემთხვევაში გამოცვლისას შეიძლება დაზიანდეს. და Dunlop-ს ქონდა და ყველა დანარჩენს რეკომენდაცია ესეთი რომ კამერა დაათვალიერეთ გამოცვლის მომენტში და თუ შეატყვეთ რომ რაღაცა ჭირს, ხო, გამოცვალეთ. რაღაცა ჭირს, ანუ ნებისმიერი ბზარები, ნებისმიერი ცვეთა, ნიპელს რკინის ჟანგი, ხო, აიღეთ და დააყენეთ ახალი. კამერას ძირითადად ეხლა მე რა თქმა უნდა 6 თვეში ერთხელ არ გამოვცვალოთ არანაირი კამერა, სისულელია. მე გირჩევდით, რომ როცა დაიშლება ბორბალი, თუ მაგის საშუალება არის და კამერა ნორმალურ ფასში არის, ხელმისაწვდომი, დავაყენოთ ახალი და ძველი შევინახოთ, როგორც სათადარიგო. და რა ნიშანი აქვს ეხლა კამერას, რომ ის შეიძლება დაზიანებული იყოს, რა თქმა უნდა, ბზარები, ჟანგი ნიპელის ადგილას და ნუ ხა თუ გახვეტილია და გავშალეთ და აღმოჩნდა რომ ზედ ლატკები ადევს ეს კამერასაც მე გამოცვლით და ამ ლატკიან კამერას შევინახავდი არ გადავაგდოთ ეგეც თუ რაღაც არის გასკდა ეს ჩვენი სათადარიგოდ გვექნება. კამერას ძალიან არ უყვარს დაშვებულზე სიარული, მანდა ორი რამე ხდება, როცა დაშვებულზე დავდივართ, პირველ რიგში გავითვალისწინოთ ის რომ საბურავი როცა დაშვებულია ძალიან მაგრა ხურდება. იმიტომ რომ დეფორმაცია აქვს სერიოზული, დაშვებულია, ხო და როცა ტრიალებს თელი საბურავი იღუნება და ძალიან დიდი სიჩქარით და ხურდება. აქ შემთხვევაში კამერა გახურდება რაღაც ტემპერატურამდე და გასკდება. ანუ აფეთქდება ფაქტიურად, მე მომსვლია ეგ საბედნიერად ეტლიან მოტოზე ვიყავი და ეტლის საბურავი გასკდა ეგრე, მაგრამ აფეთქდა, დაიშალა ეგრევე და წინაპირობა არაფერი არ იყო, ვერ ვამჩნევდი, არ იყო ისე ძალიან დაშვებული, ხო? ანუ მშორებად მივდიოდი და გავჩერდი, იმიტომ რომ რაღაც ვეძენ გავჩერდი, რომ აფეთქების ხმა გახვიკე და მაგიტომ, მაგრამ ძრავი აფეთქდა უკვე. და მიზეზი იყო, რომ დაშვებული საბურავი იყო, გახურდა, თვითონ საბურავს ხელი რომ მოვკიდე აფეთქებულს, აი, ნუ დნებოდა უკვე ისეთი ცხელი იყო. თუ დაშვებულზე ვიარეთ მე და საბურავი გაცხელებულია და გადაბერვა გვინდა, ხელახლა აუცილებლად ვაცადოთ გაციება, ხო, რაღაც ნორმალურ ტემპერატურამდე 40-50 გრადუსამდე მაინც ჩამოვიდეს და გადაუბეროთ მერე. და ესეთ შემთხვევაში თუ ვიარეთ დაშვებულზე კამერა გამოსაცვლელი, რა თქმა უნდა და მაგის კიდევ ერთი ნიშანი არის, როცა ბორბალი იშლება და კამერას ვიღებთ, ბორბალში შიგნით თვითონ საბურავში იქნება შავი ფხვნილი, ხელითაც რომ მასავქნათ, ნახავთ რომ გავსებული ეს ფხვნილი არის ცვეთა თვითონ, ანუ კამერა და საბურავი ერთმანეთზე მიდებული არ არის წნევის ქვეშ და ერთმანეთს ცვითავენ. ეს შავი ფხვნილი თუ ნახეთ, კამერა გამოსაცვლელია. ასევე დაშვებული სიარული კამერაზე სახიფათოა, იმიტომ რომ კამერა თვითონ დისკზე ფიზიკურად დამაგრებულია ნიპელით, ნიპელზე გაიკაკ და საბურავი თავისუფლად მოძრაობს და შეიძლება ტრიალებდეს, ხო, რაღაც დამოხუჭების დროს გადატრიალდეს დაშვებული საბურავი. ძალიან ცუდი შეგრძნება, მაგრამ ეგ ხდება. კამერის შემთხვევაში საბურავი გადატრიალდება, აიყოლებს კამერას, კამერა კიდევ ვერ ტრიალებს, დამაგრებულია ნიპელი და მაგ ნიპელის ადგილას მოწყვიტავს ზუსტადაც. ამიტომ კამერას აი ესეთი ცუდი კიდევ ერთი მინუსი აქვს ის, რომ ბევრი ვარიანტი არის, რომ დაზიანდეს. აუცილებლად ყოველ საბურავის შეცვლაზე თვითონ კლაპანი შევცვალოთ, რომელიც ნიპელში დევს, 20-თეთრიანი კლაპანი. თანამედროვე კლაპანები არც თუ ისე კარგი ხარისხის არის.
და რაც შეეხება თვითონ ჩვენ კამერაზე გაიკები რაც არის, ორი გაიკა არის, მაგაზე ბევრი ძალიან მითები და ზღაპრები დადის, რატო არის ორი? ერთი ქვეშ უნდა დაუდოთ დისკსა და კამერას შორის თუ და ერთი ზემოდან თუ ორივე და ასე შემდეგ, მაგრამ მაგალითად რა თქმა უნდა წარმოებულად საიძე რომ შევდივართ, ყველაზე ნორმალური პასუხი აქვს, რომ თვითონ გააკეთეს და იციან რომ გააკეთეს ეგ. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ნიპელი ამოუყარეთ დისკში და გაიკით უჭერთ, არ შეიძლება ამ გაიკის გადაჭერა მაგრა, იმიტომ რომ ქვევით რკინა რეზინაზე არის ვულკანიზირებული და შეიძლება დაზიანდეს. ამიტომ ხელით ოდნავ ეჭირება პირველი გაიკა და მეორე არის ეგრეთ წოდებული კონტრგაიკა, რომელიც გადაუჭერს პირველს და არ მისცემს იმის საშუალებას, რომ მოეშვას. ამიტომ ორივე გაიკა ზემოდან მიდის და ერთმანეთს აფიქსირებს ეს ორი გაიკა, რომ ძალით და იმეთი რა ქვია, გასაღებით არ გადაუჭიროთ თვითონ კამერას. თუ ვიღაცა გვიცვლის ბორბალს, ვინც გამოუცდელი არის, შეიძლება მანქანებზე მუშაობდა მანამდე და მოტორზე საერთოდ არ აუცილებლად უთხრათ, რომ ეს გაიკა დაამაგროს. კიდევ ერთი რაღაცა ვიცოდეთ, რომ აი ამ გაიკაზე, რომელიც კამერაზე არის, ყოველთვის, ყველგან ნებისმიერ პირობაში, მოტოციკლზე, მანქანაზე, თვითმფრინავზე თუ ვერტმფრენზე, ერთმანეთსაც აქვს ბორბლები პნევმატიური, ეს გაიკა არის 12 მილიმეტრი. ყოველთვის ეგ სტანდარტი არის 12 მილიმეტრიანი, ანუ ვულკანიზაციაში სულ ერთი გასაღები ჭირდება 12 მილიმეტრიანი გასაღები, რომ იმუშაონ კამერიან ბორბლებზე. რაც შეეხება ახლა წნევებს ბორბალში, როგორ უნდა დავაყენოთ, ორი ვარიანტი არის. თვითონ საბურავის შეიძლება ეწეროს, რა წნევაზე ყენდება და მოტოსაც როგორც წესი აწერია რა წნევაზე ყენდება მოტოს წიგნში, რომელიც მოყვება ინსტრუქციაში, მას ყველა მოტოს შიგნით აქვს, რაც ინსტრუმენტები ინახება, იქვე არის პატარა ბუკლეტი, იქ წერია წნევები. მე ვფიქრობ, რომ მაინც უფრო მოტოს წარმოებელს უნდა ვენდოთ, იმიტომ რომ იცის რა წონის არის მაგის მოტო, რა სიმძლავრის არის და რა ბორბალი აყენია და ასე და მაგ წონაზე დავაყენოთ. ყოველთვის არის ორი წნევა მოცემული, ეს არის გზავრი და გზავრის გარეშე, ხო? თუ იაპონური მოტო არის ჩვეულებრივ ბარებში, როგორც ჩვენ მიჩვეული, ორი ბარი, ორი და ორი ასე შემდეგ და PSI-ში არის მითითებული ამერიკულ საბურავებზე. ინტერნეტში შეგვიძლია შევიდეთ Google-ში და შევხედოთ კონვერტაცია როგორ ხდება მათი. ჩემ შემთხვევაში მე როგორც წესი ვაყენებ ყოველთვის მე იაპონური მოტო მყავს, წნევას იმითი რა ქვია, გზავრით, ხო, იმიტომ რომ მე სადღაც ალბათ 120 კილო ვიქნები, 120 კილოიანი იაპონელები ასე თუ ისე ბევრია და საბოლოოდ საშუალო სტატისტიკური იაპონელი თავის გზავრთან ერთად ჩემი ერთი წონა იქნება. ამიტომ ყოველთვის მაქსიმალურზე ვაყენებ. ყოველთვის ჯობია რა თქმა უნდა ოდნავ მეტი იყოს წნევა ვიდრე ნაკლები და ყენდება რაც შეიძლება უფრო ცხელ მოტოზე, რომ გავივლით რაღაცა მანძილს, გქონდეს პატარა ჯიბის მანომეტრი და დავაყენოთ წნევები ცხელზე, იმიტომ რომ განსხვავება ცივსა და ცხელს შორის დიდი არის და ჩვენ გვაინტერესებს ცხელი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მოტოციკლის ექსპლუატაცია როცა ხდება, მაშინ მაინტერესებს მე წნევა და არა როცა მოტო დგას. ფაქტიურად, კიდევ ერთი ხო, რა თქმა უნდა, რომელიც კიდევ დავამთავრე გადაცემა, როგორ მივხვდეთ, რომ საბურავი გამოსაცვლელია. გარდა იმ შემთხვევისა, რომ უკვე ვადა გავიარეთ ჩვენ, საბურავი ძალიან ძველია, ამოცვალოთ. თუ არა და აი ესეთი მარკერებია, როგორც ხედავთ თქვენ, უმეტესობა საბურავზე. და ეს მარკერი არის მის მაჩვენებელი, ანუ როცა ცვეთა მიდის პროტექტორის და გაცვდა უკვე მარკერამდე, უკვე მარკერს თუ ეხება ასფალტი, მაშინ სასწრაფო გამოსაცვლელია, მაგრამ წესით არ უნდა მივიყვანოთ ხოლმე მაგ მარკერამდე ჩვენ ცვეთა და დროულად გამოცვალოთ საბურავი, რომ გაცვეთილი საბურავი დამჯდარი პროტექტორით პირველ რიგში თუ მოჭიდება მშრალს და დიათ არ შეიცვალა, სველზე კატასტროფულია, იმიტომ როგორც გითხარით, აკვაპლანირება თავისუფლად მოხდება, როცა პროტექტორი აღარ არის.
მარკერი ერთია, მაგრამ შეიძლება საბურავი ისე გაცვეთილი იყოს, რომ მარკერამდე საქმეც არ მივიდეს. მე მაგალითად შემთხვევა მქონდა, შორს მოსიარულე მოტო იყო, Honda Africa Twin, რომელიც ბელარუსიდან ჩამოვიდა და საბურავს ჰქონდა უნიკალური ცვეთა. მარტო ცენტრში იყო გაცვეთილი. ამ ადამიანმა ისე მოგზაურა ათასობით კილომეტრი, რომ ისე უხვევდა, ხო, 10,000 ჯერ ისე მოუხვია, რომ არც ერთხელ მოტო არ დაუწვენია. აი, როგორ მოახერხა, არ ვიცი. ან რა აზრი აქვს მოტოსერული თუ არ აწვენ, მოღავი მოტოსერული მე მგონი ეგ არის. და გაცვითა ზუსტად ცენტრში და მარკერები ჰქონდა გვერდებზე. ოდნავ გადმოსული და ეგ მარკერები იყო აი იდეალური, რომ შეხედოთ ცვეთა თითქოს არანაირი არ აქვს საბურავს და ამ დროს ცენტრში პროტექტორის ნასახი არ იყო საერთოდ. ესე იგი, შევხედოთ, რომ თანაბრად იყოს ნაცვლეთი ბორბალი, მე უკვე მარკერს უყურებთ, ასევე ბორბალი შეიძლება დეფორმირებული იყოს თუ დაშვებულზე არის, ხანს ნასიაურები ვერ ხდება, რომ დაშვებული ბორბლი დადის. და შესაბამისად ბორბალს დაკარგული ექნება ფორმა, ანუ ამ შემთხვევაში თუ დაშვებულზე დავდივართ, გვერდებზე უფრო გაცვეთილი იქნება, ესე ზოლი ექნება ორი გაყოლებული საბურავს. ჩვენ შემთხვევაში ჩვენად ანუ ცვეთა იქნება აი აქ, აი ასე. და ეს იქნება მთელი ასე ამოწეული კუზივით, აქ გაცვეთილი, ეს ნასიარულები არის საბურავი. დაშვებულზე, მე გადაბერილი ხელახლა და ეგ საბურავი რა თქმა უნდა გამოსაცვლელია. ასევე რა თქმა უნდა ბორცვს უყურებთ ჩვენ, რომ არსად არანაირი ბაბუნის მაგარი გამაბერილი ან გაგლეჯილი არ იყოს. და უყურებთ რა თქმა უნდა საბურავზე ეს მიკრობზარები, რომელიც ხშირად არის ხოლმე, ეს თორე საბურავი არასწორად ინახება, ეგ ბზარები ხდება. ეგ თუ მართლა მიკრობზარებია საბურავს კარგად გადაობენ 5-6 ბარზე ხო, ან ძალიან ზედმეტად და შევხედოთ რომ ბზარები არ გაიზარდა, ხო? ყველაზე ნაკლები პრობლემა არის, მე მგონი, ეგ საბურავზე, იმიტომ რომ ძალიან ზედაპირულად არის დაზიანებული ულტრაისფერმა სხივებმა და ჭანგბადმა დააზიანა. პროტექტორი მთელი იქნება, შიგნით რა თქმა უნდა კარკასიც ბორბლის მთელია, მაგრამ თუ დიდი ბზარები არის ესეთი, რომ ჩხილით შეგვიძლია ვიგრძნოთ, რა თქმა უნდა, უკვე საბურავი გამოსაცვლელი არის. კიდევ ჩემი პირადი რჩევებიდან იქნება რა თქმა უნდა, რომ წნევები აუცილებლად შევამოწმოთ საბურავის, ხო, რომ არ გავაფუჭოთ ეს. და ასევე ჩვენი სიარული შევაფასოთ ხოლმე საბურავის, აი ვეცადოთ საბურავს რო უყურებთ, რომ დავდივართ ეთყობა სადაც არის მონდება, რომ მაქსიმალურად გამოყენებული იყოს საბურავის გვერდითა და ცენტრალური ნაწილი. ისიც გავითვალისწინოთ, რომ თანამედროვე საბურავს, ხო, ცენტრში და გვერდებზე სხვადასხვა შემადგენლობის რეზინა, ხო, ცენტრში არის უფრო მყარი ხარდია, რომელსაც მოჭიდება დიდი არ აქვს. შედარებით, ანუ საკმარის მოჭიდება აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ შედარებით გვერდებისას გვერდები უფრო რბილია, იმიტომ რომ უფრო იშვიათად ვიყენებთ, ხო, 90% სწორად მივდივართ მოტოთი. მაგრამ მოჭიდება საკმაოდ უფრო მეტი, ამიტომ მოსახვის შესვლისას ზუსტად გვინდა ეს გვერდითი ნაწილი, რომელიც სპეციალურად მოხოვის არის გათვლილი, რომ გამოვიყენოთ და დავაკვირდეთ ხოლმე. ამასო ესეთი მანერა ქონდეს სიარულის, რომ საბურავის მთელი ის გამოვიყენოთ ზედაპირი. მოკლედ ფაქტობრივად ეს იყო რის თქმაც მინდოდა მე საბურავებზე, შეკითხვები თუ არის დამისვით აუცილებლად ვეცდები ყველა შეკითხვას უპასუხო, ლაიქები არ დაგავიწყდეთ და არხის გამოწერებიც აუცილებლად. დიდი მადლობა, კარგად იყავით.